გორის დილა საქართველოს სუპერთასის ფინალში გავიდა. იტალიელი მწვრთნელის დიეგო ლონგოს დებიუტი წარმატებული გამოდგა. ნახევარფინალში დილამ საქართველოს ჩემპიონი იბერია დაამარცხა, რომელსაც 30 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. დილამ 3-1 გაიმარჯვა. მეორე ნახევარფინალურ მატჩში დღეს სპაერი ტორპედოს შეხვდება. გავიმარჯვეთ, სამქოლო მოვიპოვეთ. დაძაბული თამაში გამოვიდა. პირველი ტაიმი ჩემი აზრით ძალიან დაძაბული იყო. სიცხე იყო და იმოქმედა ამან. მეორე ტაიმი დაულაგდით და თამაშიც დავალაგეთ და დავიმსახურეთ ჩემი აზრით გამარჯვება. ქართული ფეხბურთით სასიამოვნოდ გაკვირვებული დავში. ნახევარფინალში გამარჯვება იმ მცირე შრომის შედეგია, რაც მე და ჩემმა სამწვრთნელო სტაფმა გუნდში მოსვლის შემდეგ შევძელით. თუმცა ამით არ დავკმაყოფილდებით და მაღალი მიზნებისთვის მომავალშიც ვიბრძოლებთ. ჩვენ ველოდით, რომ ძიმე თამაში იქნებოდა შეკრება მერე ყოველთვის ძიმე გამოდის თამაშები, მაგრამ მინდა მივულოცო გორის დილას, ყველაფერი გავაკეთეთ დღევანდელი თამაშისთვის, რომ მოგვეგო, მაგრამ ხდება ფეხბურთია, სამწუხაროდ დავმარცხე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ თამაში უკეთესი ვიქნები.